2022 წლიდან დღემდე ჩვენი მოქალაქეების ფული 376 მილიონი გაიფლანგა. ეს თავად ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ქართულმა ოცნებამ 2022 წლიდან დღემდე 376 მილიონი ლარი დახარჯა და 30,000 ფიქტიური სამუშაო ადგილი შექმნა. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ივანიშვილის ოცნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს უყურებს როგორც საკუთარ ყულაბას და საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედი. სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას ძლიერი საქართველო ლელო წლებია ვაკრიტიკებთ. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაასაქმა აქტივისტები ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, თიანეთის კეთილმოწყობის სამსახურში 325 ადამიანი, მესტიაში 153 სტადიონის დამლაგებელი, გარემოს დაცვის სამინისტროში 76 ამინდზე დამკვირვებელი, მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურში 859 ადამიანი. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არაკომპეტენტური და კორუმპირებული ძალაა ივანიშვილის ოცნება, რომელსაც სულ არ ადარდებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედი. მათ შექმნეს სისტემა, სადაც მოსაპარად და გასაფლანგად ფული ყოველთვის არის. მაღალჩინოსნებმა ფული მოპარეს ჯარს, თბილისის ბაგაბაღებს, უფასო სასადილოებს. ყოფილი პრემიერის სახლში აღმოაჩინეს 7 მილიონი ლარი. თავად გვითხრეს ამის შესახებ. მაგრამ არასოდეს იძებნება საბიუჯეტო რესურსი ბავშვების სწავლისთვის, პენსიის ზრდისთვის, ვეტერანების და დევნილების დახმარების ზრდისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლებისთვის, ასევე სტუდენტების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და დავინახოთ. ქართული ოცნების პირობებში უკეთესობა არ იქნება. მნიშვნელოვანია ყველამ დავინახოთ, რომ ქვეყანა კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსავალი ერთადერთი არის ახალი საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები.